ანა მოგესალმებით, გამარჯობა და მაყურებელს მივესალმები. პირველ რიგში ამ პოლიტიკური საქმეებით დავიწყოთ, რა აჩვენა უკვე ამ დროისთვის ფაქტიურად ფინალურ ეტაპზე მისულმა სასამართლო განხილვებმა. არც ერთი მტკიცებულება, არც ერთი რაიმე ფაქტი, რომელიც ადასტურებს რის გამოც არიან სინდისის პარტნიორები დღეს 8-ია პატიმრობაში და რის გამოც მაგალითად მზია ამაღლობელი ელოდება განაჩას, ხო? არც მისი საქმე არ არის არანაირი მტკიცებულებით დადასტურებული, რომ ეს იყო განზრახ ჩადენილი ქმედება, ეს იყო თავდასხმა პოლიციელზე და არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც ან ამ 11 სინდისის პატიმრის, ან იმ 9 ადამიანის საქმეს და არის ცალკეული საქმეების, ხო, რომელიც ინდივიდუალურად მიმდინარეობს, რომ მათი მხრიდან ადგილი ქონდა ძალადობრივ ქმედებას და რომ ისინი მოქმედებდნენ ჯგუფურად. სხვა შორის ერთი ძალიან საინტერესო ჩვენება მისცა ეს არის GDD-ს ანუ სპეციალური დანაყოფის წარმომადგენელმა პოლიციელმა, რომელიც დაზარალებული სტატუსით გობრონიძე თუ გელაშვილი. კი, ორივე, რომელთაც ფაქტურად დაადასტურეს, რომ იდენტიფიკაცია რა თქმა უნდა შესაძლებელია, თქვენს რომ მათ ჰქონდათ ნიშნები, ეს ნიშნები დატანილია მცირე ზომით, მაგრამ ყველას აქვს დიახ ეს ინდივიდუალური ნიშანი, როდესაც სპეცრაზმელი გამოდის გარეთ სპეციალური აღჭურვილობით და რომ ყოფილიყო მინიმალური სტანდარტი დაცული და გამოძიება დაინტერესებული იყო, ვინ დააზიანა, ვინ მიაყენა ფიზიკური ძალადობის შედეგად სხვადასხვა მძიმე დაზიანებები მოქალაქეებს, დაკავებულ პირებს, ჟურნალისტებს, თქვენს კოლეგებს, ვინ დაესხა თავს, ღია ეთერში ხდებოდა ეს ყველაფერი. ამისი ამოცნობა და იდენტიფიცირება მათ შეუძლიათ 5 წუთში, ზუსტად 5 წუთში, შეიძლება უფრო ნაკლებ დროში, იმიტომ რომ მათმა ხელმძღვანელმა, ანუ იმ დანაყოფის ხელმძღვანელმა პირმა, ზუსტად იცის, ვინ რომელი სახელი და გვარის პიროვნება მოქმედებდა. ეკა გარდა ამისა, თქვენ ძალიან საინტერესო ეპიზოდი გაიხსენეთ, ეს ისევე როგორც აი გამომძიებელ არსენის გვარი არ მახსოვს, მისი ჩვენება იყო უმნიშვნელოვანესი, აი წინა პროცესზე 11 პირის რო თქვა გამომძიებელმა, რომ ეს ჯგუფურობა კი, ეს და ასევე აი ზუსტად ეს ეპიზოდი, ეს ნაწილი, აი სპეცრაზმელების საუბრის, რომ ამბობდა, რომ 36 ვარ, სხვა 106-ია, მე მეწერა ჩაფხუძე და თუ არ ვთქვი, ასევე ერთ-ერთი პირი შესაძლოა გელაშვილი იყოს, ერთ-ერთი მათგანი ამბობდა, რომ უკან პატარა, აი მცირე ზომის ციფრი აქვთ დატანილი, რომელიც გადაღებისთვის შეუმჩნეველია, მაგრამ მათ ეხლა როგორ მეთაურმა აი სულ რო 5 კაციანი ჯგუფი იყოს, ეკა არ იცის ვინ რას აკეთებს და როგორ მოქმედებს და ამასაც რო თავი დავანებოთ, მაშინ ხო მეთაურის პასუხისმგებლობა უნდა გამოიკვეთოს, ხო? თუ ადამიანი მისი ქვეშ დაქვემდებარებული პირი არღვევს კანონს და იქცევა და ამეტებს მის უფლებამოსილებას როგორც არის, მაშინ პასუხს თხოვ იმას, ვის დაქვემდებარების ქვეშაც არის ესა თუ ის პირი. რასაკვირველია ანა, ზუსტად ასეა და უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც ფაბიტოსკოპიური ექსპერტიზები ჩაატარეს, როდესაც აკავებდნენ ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, არჩაიას და სხვაებს, ხო ყველა უდანაშაულო ადამიანია, ეხა ვინც ვის სასამართლო პროცესებიც მიდის და როცა მათ აკავებდნენ 2 დღეში, 3 დღეში მიიღეს ექსპერტიზის დასკვნები, რომ ტანსაცმლი და სხვა ნიშნებით, გარეგნული ნიშნებით დაედო დასკვნა, რომ ნამდვილად ეს ადამიანი არის თუ არა, ვინც ჩანს ვიდეოზე. ეხლა რო ჩანს ეს თავისთავად არ ნიშნავს, რომ ძალადობას ჩადიოდნენ, ხო, ეს ადამიანები იცავდნენ საქართველოს ევროპულ მომავალს. იქ არავის აზრად არ მოსვლია, რომ იმიტომ გასული იყო რუსთაველზე, რომ ორგანიზებულად რაღაცა ეძალადათ და ჯგუფური დანაშაული ჩაედინათ, ან ინდივიდუალურად უნდათ რაიმე დანაშაული ჩადენა არა, რა თქმა უნდა, ხო, მაგრამ მის გამინდა, რომ მათი ექსპერტიზა ჩატარდა იდენტიფიკაციისთვის 2-3 დღეში და ამ დროს 8-ია გასული და ტელეფონები, რომელიც ამოიღეს მათი სახლებიდან, ზოგს პირადად, ზოგს სახლიდან და ამ ტელეფონით უნდა დაედგინათ ერთმანეთთან კავშირი, ხო? აი ვიღაცა Facebook-ზე მეგობრებში ყავს, ვინმეს მიწერ-მოწერა აქვს, ვინმე ერთმანეთთან ლაპარაკობს, რაიმე შეთანხმებაზე და ამ დრომდე ექსპერტიზა ჩატარებული არ არის. თქვენ წარმოგიდგენთ და ეკა მოწოდებას როგორ შეხვდი, რომ აი რომ მოუწოდებს, რომ გაარკვიეთ, თქვათ აი კიო, უნდა დაისაჯოსო, ვინც არის, თქვათ ძალადობაში მონაწილე და აი დაუჯერებელი არის, ხო, რაღაც რა რითი შეიძლება აიხსნას ეხლა რო 8 თვის თავზე ეს მოწოდება,
მაშინაც ხომ იყო პრემიერი ეს ადამიანი. ეს იყო შეიძლება სხვა იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, მაგრამ აი რაღაც რა პროცესი მიდის, ხომ? ეხლა მაკას და გიორგის ამბავი რო გავიხსენოთ, კი ქონდა იმას ნიღაბი, ვინც ეს სისასტიკე გამოიჩინა, მაგრამ სხვა ადამიანს არ ეკეთა. ნიღაბი რო ქონდა, იმას ნიშანი არა, ის ქუჩაზე რომ მოხდა მაკასთან და გიორგის სასტიკი ანგარიშწორება, ხომ? ერთ-ერთ თუ არ ვწდები, არც ქონია ნიღაბი და ისე წავიდა და გააგრძელა ამ კამერებიან ქუჩაზე სიარული, რომ ვინც იყო? ყველა იციან ვინც იყო. უბრალოდ ეხლა კობახიძის პასუხი ეს არის უპასუხისგებლო განცხადება და გაქცევა იმ ძალიან მძიმე პასუხისგებლობისგან, რომელიც მომავალში ყველასთან მივა. ყველასთან დაწყებული მზია ამაღლობელის მოსამართლესთან, გიორგი ჩიკვაიძის და პაპიაშვილის, ბაჩიაშვილის მოსამართლესთან, ამ მოსამართლეებთან, რომლებიც იხილავენ ეხლა ამ საქმეებს, უკვე ვისაც მიჟილი აქვს, იმათ განსაკუთრებით მძიმე ტვირთი აწევთ და ეხლა ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, ამ ფიქრობს თუ არა, ან ელოდება რა ვიცი რა დირექტივა მიუვათ, მათ უნდა ესმოდეთ, რომ ყველა ეს საქმე, რომელიც უკვე მოექცა საზოგადოების მაღალი ყურადღების ქვეშ და რომელზედაც ჩვენ ვდებთ დასკვნებს და მონიტორინგს ვატარებთ, აუცილებლად დაბრუნდება ასეთ კომისიაზე კი არა, ნამდვილ სიმართლის დამდგენ კომისიაზე, სადაც აუცილებლად ყველას მოუწევს პასუხის გაცემა, რატო ჩადიოდნენ ამ უსამართლობას სამართლის სახელით. პირველ რიგში მეც მინდა ვისურვო, რომ მზია ამაღლობელის საქმეზე ჩვენ მოვისმინოთ, რომ სამართალი გააცოცხლეს სასამართლოში. შეიძლება ნაკლები მოლოდინია ამისი, მაგრამ მაინც მინდა ეს ვისურვო. ყოველ შემთხვევაში ეს თუ დღეს არ მოხდება, ეს აუცილებლად მოხდება უახლოეს პერიოდში. უბრალოდ შეუძლებელია ამდენი უსამართლო საქმე დაიტიოს ასეთმა დაუძულებულმა, დასანქცირებულმა რეპრესიულმა სისტემამ. ეკა, ჯუაშერ ბურჭულაძის ინტერვიუზეც მინდა კითხოთ, რომელიც ჩაწერა პირველებმა ექსკლუზიურად. იქ რამდენიმე კითხვა იყო, მათ შორის, არის ხო? ეხლა თავარი ინტერესი რა არის, რომ სადამდე რა სიმაღლეზე აბა გამოძიება. და იყო თუ არა ინტერესი ღარიბაშვილთან მიმართებით, მიდის თუ არა გამოძიება სხვა უწყებებში, სხვათა შორის მან ასევე ახსენა პირველებთან, რომ ელაპარაკა აზარაშვილს, გარდა იმისა, რომ ვიცით, რომ ახლო მეგობარია ღარიბაშვილის და სხვათა შორის ესეთი ფორმულირება ქონდა, რომ კონსულტაცია მქონდაო ღარიბაშვილთანო, ანუ ელაპარაკა აზარაშვილსაც, მაგრამ ზოგადი ხასიათის საუბარი იყო. აი თქვენი ინტუიცია რას გეუბნებათ, მათ შორის თქვენი ცოდნა, გამოცდილება ამ გუნდთან მიმართებით, არ ვიცი, რას ფიქრობთ? აი რა შეიძლება ვნახოთ ჩვენ ამ თვალსაზრისით, ამ საქმეებზე. მივა თუ არა ეს პროცესი ღარიბაშვილამდე და სხვა პირებამდე, როგორ ფიქრობთ? ასეთი სურვილი ჩანს ღიად, იმიტომ რომ როდესაც კორუფციულ სქემას ეხება გამოძიება საკუთარი ყოფილი თანაგუნდელების, ეს ხდება შერჩევით, ხო? ამას აქვს გარკვეული პოლიტიკური სარჩული და კონკრეტული მიზანი. სხვაგვარად მაშინ ყველას მიმართ უნდა იყოს კორუფციული საქმეები გამოძიებული და არ ვიცი, არ მეგულება არავინ, შეიძლება 1-2 გამონაკლისი არსებობდეს, ვინც დღეს სახელმწიფო ვერტიკალიდან არ იყოს ჩაფრული სხვადასხვა დონეზე ამ კორუფციულ სქემებში. რატომ ამოარჩიეს ეს ადამიანები? იმიტომ რომ სათავეში ვინც დგას აი ამ ჯგუფის, ყოველ შემთხვევაში ვისთანაც მიდის ეს ყვალი ღარიბაშვილი და მათ შორის ახლა თავდასხმობილი მინისტრიც მის კადრად მოიაზრება. როგორც ჩანს, ეს არის ახლა ინტერესი და ამიტომაც ხდება ამის გამორჩევა, ამ ჯგუფის შერჩევა. სხვაგვარად ვერავინ ვერ დააწმუნებს ახლა ობიექტურად განწყობილ ადამიანს, რომ უცებ ახლა კორუფციასთან ბრძოლა გადაწყვეტეს, ეს ძალიან სასაცილოდ ჟღერს. მივა თუ არა გამოძიების რეპრესიული გადაწყვეტილება, ანუ უშუალოდ ღარიბაშვილს შეეხებიან თუ არა, ეს დამოკიდებულია იმაზე, ჭირდება თუ არა ეს თავად ივანიშვილს და გადადგამს თუ არა ის ამ ნაბიჯს. ის რომ ამისთვის კეთდება, ეს უდაო ფაქტია და ჩანს ყოველ შემთხვევაში მის გარემოწვევს. ანუ რაღაცა დავიწროვებულ წრეს ვუყურებთ ახლა ჩვენ და რა თქმა უნდა, ეს არის მათ შორის დაჯგუფებებს შორის ბრძოლა იღებს. კი, ზუსტად ესეა, იმიტომ რომ პოლიტიკური ინტერესი როცა ჩდება ვინმეს მიმართ, ხო, აი ამ დროს ხდება პროკურატურის ჩართვა.
ეს შეიძლება იყოს ფინანსური საგამოძიებო ორგანოების ან ზოგადად პროკურატურის ხელი. დღეს რეალურად პროკურატურა, სასამართლო და პოლიცია ეს სამი რამ არის გამოყენებული იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური დამოცანები შესრულდეს. რატო დასჭირდათ ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ დასჭირდათ და ფაქტია, რომ ამიტომ შეარჩიეს ხო ეს ერთი კონკრეტული თემა, თორემ მსგავსი ტენდერები, მსგავსი შესყიდვები, მსგავსი საბიუჯეტო თანხების კიდევ უფრო დიდი მასშტაბით მითვისება. ყველა უწყებაში იქნება და ყველას ელოდება, როგორც ჩანს ეს ადრე თუ გვიან. სამწუხარო სურათი ის არის, რომ ამ ყველაფრის ამ სამართლის სახელით მოქმედებენ იქ, სადაც პოლიტიკურად აინტერესებს ვიღაცის დაიშვა. ეხლა დაწინაურებულია ყარიბაშვილის წინააღმდეგ კობახიძის ფრთა და ეს არის აი ეხლა შურისძიების აქტი, რასაც ჩვენ უყურებთ და სამწუხარო რომ ყველაფერში სასამართლო ვერაცნობიერებს ცალკეული მოსამართლეების სახით, რომ ისინი არიან გამოყენებული ძირითადი არაღად და რა ვიცი ხომ და სანქციები, შემდეგ მათ მიემართება, ხო პერსონალურად სანქცირდებიან მოსამართლეები, პროკურორები და არა მხოლოდ ისინი და უნდა დაფიქრდნენ ამაზე, რომ ეს არის ის ბოლო ფინალი, რომთაც შეჯამდება მათი საქმიანობა, მაგამით არ სრულდება, იმიტომ რომ მომავალში პასუხისმგებლობას ხო ვერ აიცილებენ თავიდან და უნდა იფიქრონ ამაზე. დიდი მადლობა ეკა. დაგემშვიდობებით, ეკა ბესელია საუბრობდა ჩვენს ეთერში. 5 საათზე უკვე ახალი ამბების დრო არის ტევ